მოდი ვიტყვი ჯერ იმას, რომ აი ამ ხელისუფლების პერიოდში სხვადასხვა რაღაცა მექანიზმებიდან გამომდინარე მოხდა ადამიანის სკოლის დირექტორად. ისეთ გარკვეულ ანაზღაურებას. და ის არის სკოლის დირექტორი და არა რაღაცა რიგითი თანამშრომელი. მან ყველაფრის შემდეგ გამოდიხარ კიდე და არ მალავ ამას და ოფიციალურად ლანძღავ ამ ხელისუფლებას და პრეზიდენტს. მე მიმაჩნია ესეთი ადამიანი არ უნდა მუშაობს. ეს ჩემი მოსაზრება არის. როგორც კი მე ესე გაიგოს ვისაც მართლა გეუბნები. და რატო გეტყვი ახლა? თუ შენ ხარ ოპოზიცია, მაშინ უნდა იყო ნეიტრალური. უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას კონკრეტულად რაღაცა ქმედებებს. და ამავდროულად ხელს არ უნდა უწყობდე რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას და ძალას. თუ შენ ხარ ოპოზიციონერი და შენ არ მოგწონს ეს ხელისუფლება, მაშინ წადი და დადეკი ოპოზიციურ რეგიონში. რამოდენიმე სკოლის დირექტორს ყველაზე არ 70 სკოლა არის ყველაზე არის ეს არის რამოდენიმე. არ მოგწონს ვენესუელის ხელისუფლება, ვინ გაძლევს ამ ხელისუფლებასთან იმუშავა. ხო არავინ არ გაძლევს. მაგრამ ხა ისტორიად გამიგე რასაც ვიძახი საბახო ხდება. არ მოგწონს თქვა რაღაცა ნაბიჯი. ამის არავინ არ გეუბნება რომ არ მოგწონს სკოლა. იყო რამოდენიმე სკოლა. ქალაქში. რამოდენიმე სოფლის სკოლა. კეთრი ისრაელი მოდი პირდაპირ კეთრი ქალაქში ნაკლები ისრაელი გატოება. მე რო ჩამოდი მომქონდა სოფლი ნახევარი. აქ არც ორგანიზაცია არსებობდა ჩვენ. ოფისიც კი არ ქონდა. ძველი ოფისი ავოდგინეთ. არც კოორდინატორები ყავდა, არც კომისიის წევრები ყავდა, არავინ არ ყავდა. და ნოლიდან ავაწყე ერთ თვეში წარმოიდგინე. ბევრ იმაში უბანზე ვერ შევარჩიეთ ისეთი ადამიანი, ვინც კვალიფიციურად ჩაატარებს და იქ ჩვენს ინტერესებს გაიზიარებს და იქ აგიტაციას, პიარს, ხო ხდება. თან ისეთი დაბდებული ფონი იყო, მაშინ რაღაცა გარკვეული ჯგუფები იყვნენ იმის ინტერესებს იზიარებდა ასე ისე. ეს ქალაქში მეტად არის. სოფელში უფრო სულოვნება მეტი არის. სოფელში შეიძლება ერთი კონკრეტული პიროვნების მიმართ იმხელა სიმპათია იყოს, ვინ ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ გადაწყვიტოს ფრიანად სოფლის ხმები, ხო ხდება? და ქალაქში აქ უკვე ეგრე არ არის, ხო კორპუსში, ხო? აი ეს უბანზე საარჩევნოებაში შედის რამოდენიმე კორპუსი, ან რამოდენიმე ქუჩა, იქ ერთი პიროვნების ავტორიტეტი ვერაფერს ვერ წყვეტა, ხო ხდება სოფლისგან განსხვავებით. იქ უნდა ყავდეს კარგი წარმომადგენელი, კარგი აგიტატორი, კარგი კოორდინატორი, კარგი კომისიის წევრი, აი ყველა ფაქტორი მუშაობს ამაზე, ხო ხდება? მე აწყობილი მქონდა რომ წარმოიდგინე მარტო 2500 კაცი ახლა იქნება, ვინც იქნებიან კოორდინატორები, კომისიის წევრები და აგიტატორები. მათ უკან რამდენი ოჯახის წევრია, რამდენი ახლობელია, მაშინ არ მყავდა 600 კაცი იყოს. და იქ რესურსები ვერ გადავანაწილეთ, ან უცოდინარობა ახლა არ ვიცნობ მე უბრალოდ.